ამ ნაბიჯურებმა დაახოცეს ჩვენი ძმები, შვილები და ახლობლები. ჩვენ არ გვაქვს უფლება მოედანზე გავიდეთ და მათთან წავაგდეთ. ეს სიტყვები დიეგო არმანდო მარადონამ 1986 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე მეოთხედ ფინალური მატჩის წინ წარმოთქვა, როცა არგენტინა ინგლისს უნდა დაპირისპირებოდა. გავიდა მოედანზე, არ წააგო არც ის შეხვედრა, არ წააგო არც დანარჩენი ორი, გახდა მსოფლიოს ჩემპიონი და სამუდამოდ დაიმკვიდრა ადგილი არგენტინელთა გულებში. მარადონა გახდა რიგითი არგენტინელის ხმა მთელი მსოფლიოს მასშტაბით და ამას ვერ შეცვლის ვეღარაფერი. რა მოვლენები უძღოდა წინ 86 წლის მსოფლიოს ჩემპიონატს, ამაზე ვისაუბროთ დღევანდელ ვიდეოში. ალბათ ყველას ერთხელ მაინც მოგისმენიათ მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე არგენტინელების მიერ დაწერილი ტექსტი, რომელსაც გაუთავებლად ასრულებენ როგორც ფანები, ისე ფეხბურთელები გამარჯვებების მერე. ამ ტექსტში გვესმის სამი სახელი: დიეგო, ლეო და მალვინას. დიეგო და ლეო გასაგებია ორი მთავარი საფეხბურთო საკულტო ვარსკვლავი, დიეგო მარადონა და ლეო მესი და ასევე მალვინას, ანუ მალვინის კუნძულები, რომელიც მდებარეობს არგენტინასთან საკმაოდ ახლოს, საზღვრიდან დაახლოებით 500 კილომეტრში, პატარა კუნძულებია, სადაც 2000-დან 3000 ადამიანამდე ცხოვრობს და სწორედ იგივე ფოლკლენდის კუნძულების ამბავია საბაბი დაპირისპირებისა ინგლისსა და არგენტინას შორის, რაც უკვე საუკუნეებია გრძელდება. 1520 ან 1592 წელს აღმოაჩინეს ფოლკლენდის კუნძულები. მეცნიერების ერთი ნაწილი ამბობს, რომ 1520 წელს ესპანურმა ექსპედიციამ აღმოაჩინა ფოლკლენდი, მეორე ნაწილი ამბობს, რომ 1592 წელს ინგლისელებმა აღმოაჩინეს ის. შემდეგ წლების განმავლობაში ფოლკლენდი ეკუთვნოდა ხან ფრანგებს, ხან ინგლისელებს და ხან ესპანელებს, მანამდე სანამ 1810 წელს არგენტინის რესპუბლიკამ არ გამოაცხადა დამოუკიდებლობა. ანუ არგენტინამ სწორედ 1810-ში მოიპოვა დამოუკიდებლობა და დაახლოებით 10 წლის მერე გაახსენდათ, რომ აგერ ჩვენთან საკმაოდ ახლოს ატლანტის ოკეანეში 400-500 კილომეტრში არის კუნძულები და რატომ არ უნდა იყოს ის ჩვენი. ადგნენ, მივიდნენ, გადასხეს დესანტი და დაიკავეს ფოლკლენდის კუნძულები. ეს სიხარული არგენტინელებისთვის არც ერთ დიდხანს გაგრძელდა, დაახლოებით 10-12 წელი. 1833-ში ბრიტანული ექსპედიცია კიდევ ერთხელ მიადგა ფოლკლენდის კუნძულებს და დაიკავა იქაურობა. იმ პერიოდისთვის არგენტინას არ ჰქონდა არანაირი შესაძლებლობა, რომ რაიმე წინააღმდეგობა გაეწია ბრიტანელებისთვის. ახალი სახელმწიფო იყო, ახალი რესპუბლიკა, შესაბამისად მარტივად დათმეს ფოლკლენდი, თუმცა არასდროს უღიარებიათ მისი დაკარგვა, ანუ არასდროს უღიარებიათ იურიდიულად ფოლკლენდი ბრიტანეთის ნაწილად. ასე გაიყინა ეს კონფლიქტი. 60-იან წლებში, უკვე გასული საუკუნის 60-იან წლებში არგენტინელები კიდევ ერთხელ მიუბრუნდნენ ამ საკითხს, იმიტომ რომ ყველა არგენტინელი ამ წლების განმავლობაში თვლიდა, რომ ფოლკლენდი, ანუ მალვინები მათი იყო. გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში საკმაოდ დიდი მხარდაჭერაც მოიპოვეს არგენტინელებმა, საკმაოდ ბევრი სახელმწიფო მხარს უჭერდა არგენტინას ამ საკითხში, თუმცა ბრიტანეთთან დიპლომატიური გზით ეს საკითხი მაინც ვერ მოგვარდა და ბევრს შეიძლება გაუჩნდეს კითხვა, რომ რა შუაშია ატლანტის ოკეანე და ბრიტანეთი, ანუ რა ესაქმებათ იქ ინგლისელებს, თუმცა ფლად ეგრეც არ იყო. როგორც აღმოჩნდა, იქ იყო გარკვეული საბადოები ნავთობის, გაზის, ასევე მოიპოვებოდა უნიკალური ჯიშის თევზები, რითიც საკმაოდ დიდი სარგებელი ჰქონდა ბრიტანეთის იმპერიას, ასე რომ ყველანაირად აწყობდათ, რომ ფოლკლენდის კუნძულები დაქვემდებარებული ყოფილიყო ბრიტანეთის სამეფო გვირგვინის ქვეშ. სიტუაცია იძავება უკვე 80-იანი წლების დასაწყისში, ოღონდ უნდა ვთქვათ, მანამდე რა ხდება ამ ორ ქვეყანაში. არგენტინაში 1976 წელს მოხდა სამხედრო გადატრიალება, ხელისუფლებაში მოდის სამხედრო ხუნტა და ემხობა ხუან პერონის, ლეგენდარული ხუან პერონის რეჟიმი. რაც შეეხება ბრიტანეთს, აქ პრემიერ-მინისტრი არის რკინის ლედი მარგარეტ ტეტჩერი, რომელმაც თავის კონსერვატიულ პარტიასთან ერთად თავიდანვე საკმაოდ მკაცრი ეკონომიკური რეფორმები გაატარა, რამაც ადგილობრივი მოსახლეობა მძიმე დღეს ჩააგდო. ამ რეფორმების მომხრე ძალიან ცოტა ადამიანი იყო, სოციალური მდგომარეობა გაუარესდა და მარგარეტ ტეტჩერის რეიტინგი დაეცა ისტორიულ მინიმუმზე. რაც შეეხება არგენტინას, როგორც ყოველთვის და ყველგან თითქმის სამხედრო გადატრიალებას მოყვება ხოლმე მძიმე რეპრესიები, ასე იყო არგენტინაშიც, სხვათა შორის საფრთხე შეექმნა 1978 წლის მუნდიალის ჩატარებასაც, როგორც მოახსენებათ 78 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი სწორედ არგენტინაში გაიმართა და ისტორიაში პირველად მოიგეს არგენტინელებმა მსოფლიო, თუმცა მაინც ჩაატარეს, როგორც ხედავთ. ხოლო 1991 წელს ქვეყნის ხელისუფლებაში მოდის გენერალი ლეოპოლდო გალტიერი.
რომელიც ასევე არ სარგებლობს დიდი პოპულარობით ქვეყანაში და გალტიერმა გადაწყვიტა დაებრუნებინა ფოლკლენდი. ნუ პოპულარობის და ავტორიტეტის მოპოვების გზად მიიჩნია ფოლკლენდის კუნძულების დაბრუნება, იმიტომ რომ არგენტინელი ხალხი, საზოგადოება დღესაც ფიქრობს და მაშინაც ფიქრობდა, რომ ფოლკლენდი მათ ეკუთვნოდათ. გალტიერმა 1992 წლის აპრილის დასაწყისში დაიწყო სამხედრო მოქმედებები ფოლკლენდზე, საკმაოდ მარტივად დაიკავეს თავიდან, რა თქმა უნდა, ეს პატარა კუნძული, თუმცა იქვე მარგარეტ თეტჩერის გადაწყვეტილება იყო საკმაოდ მყარი და მკაცრი, რომ არაფრის დიდებით ბრიტანეთი არ დათმობდა ფოლკლენდის კუნძულებს. მიიღო ზომები თეტჩერმა თავის სახელმწიფოსთან ერთად და დაიწყო სრულფასოვანი, სრულმასშტაბიანი სამხედრო მოქმედებები კუნძულზე. თუ თავიდან გარკვეული უპირატესობა იყო არგენტინის მხარეს, მთელი ბრიტანეთის იმპერია ჩაერია საქმეში და ნელ-ნელა მოუზიათ არგენტინელებს უკან დახევა. სამხედრო პერიპეტიების აღწერას მე არ დავიწყებ, არც გამომივა მაინც და მაინც კარგად, უბრალოდ მოკლედ ვთქვათ, რომ დაახლოებით 70 დღის განმავლობაში გაგრძელდა ეს ომი, საბოლოოდ ბრიტანეთმა მოიპოვა გადამწყვეტი უპირატესობა და ამარცხეს არგენტინელები და შეინარჩუნეს კონტროლი ფოლკლენდის კუნძულებზე. ამას მოყვა არგენტინაში გალტიერის სამხედრო ხუნტის ჩამოშლა, დაემხო სამხედრო ხუნტა და საფუძველი ჩაეყარა დემოკრატიულ რეფორმებს, რაც შეეხება ბრიტანეთს, აქ მარგარეტ თეტჩერმა თავისი ავტორიტეტით გაიმყარა, პოპულარობის ზენიტში ავიდა და მხოლოდ შემდეგი, არამედ იმის შემდეგი არჩევნებიც მოიგო. მოკლედ ასე იყო ეს ამბავი, ძალიან მოკლედ მოვყევი, მაგრამ დაახლოებით ვისაც აინტერესებს ეგ ამბავი იყო, შესაბამისად ამიტომაც ამბობდა მაშინ მარადონა, რომ ჩვენ მათ დაგვიხოცეს ძმები და შვილები, არ შეგვიძლია მათთან წაგება და ამიტომაც არიან არგენტინელები ესე ნაწყენი ინგლისზე და დღემდე მიიჩნევენ, რომ ფოლკლენდის კუნძულები მათია, თუმცა ვერანაირი გზით, ვერც დიპლომატიური, ვერც სხვა გზით ამ საკითხის გადაწყვეტა ვერ ხერხდება. რა თქმა უნდა, ჩემი მიზანი არც არის და მე არც მithქვა მსგავსი არაფერი, რომ იმის განხილვაში შევიდე, ვისია რეალურად ეს კუნძულები, ვის წარია არის იმისი აგერ ფაქტია. ამას ნაკლები მნიშვნელობა აქვს, უბრალოდ საფეხბურთო საკითხს რო დავუბრუნდეთ, არგენტინელებს ყოველთვის ჭირდებათ ხოლმე სამოტივაციოდ რაღაც მსგავსი. ჭირდება წარმოდგენა იმისი, რომ მთელი მსოფლიო მათ წინააღმდეგ არის, ისინი იბრძვიან საფეხბურთო მოედანზე არა მხოლოდ მეტოქი გუნდის წინააღმდეგ, არამედ აბსოლუტურად ყველას წინააღმდეგ. მაგიტომაც ცოტა გამიკვირდა ინგლისელი ლეგენდების ეგეთი დაუფიქრებელი საქციელი, როცა თამაშის წინ ყველა ერთიანად გამოიწყო, თითქოს შეთქმულება მოაწყესო და ილაპარაკეს, რომ რა უნდა არგენტინის დამარცხებას, იქ ლეო მესის მივაძინეთ და ასე შემდეგ. მეტი მოტივაცია არგენტინას ნამდვილად არ ჭირდებოდა, ისედაც ბოლო ორი მსოფლიოს ჩემპიონატია, გუნდს ეთყობა, როგორ არიან ერთმანეთთან შეთამაშებული, როგორ უყვართ ერთმანეთი და როგორ იბრძვიან იქ დიეგოსთვის, ფოლკლენდისთვის, ლეოსთვის თუ სამშობლოსთვის არ აქვს ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა. მე მგონი ფეხბურთის ისტორიაში ძალიან ცოტა გუნდი მოიძებნება ეგეთი, რომელიც ამდენად არის შეთამაშებული და ამდენად ესმით და უგებენ ერთმანეთს. მხოლოდ ჩემი აზრი არ არის, რომ სკალონის მთავარი მიღწევა თავის სამწვრთნელო შტაბთან ერთად არის ეგ, რომ ამ ფეხბურთელებს ერთმანეთი შეაყვარა, გააერთიანა ერთი იდეის, ერთი მიზნის გარშემო და ის შედეგი, რაც 4 წლის წინ დადეს მათ, სწორედ აი ამისი დამსახურება. დიეგო მარადონამ ვერ შეძლო ზედზედ მეორე დაეყვანა არგენტინის ნაკრები საფეხბურთო მწვერვალზე 86 წლის ტრიუმფის მერე 90-ში საკმაოდ მძიმე არგენტინა ჩავიდა იტალიაში და მძიმედვე იარა ფინალამდე. ნახევარფინალში სან-პაულოზე, ნეაპოლში სამხრეთ იტალიელებს მარადონა მოუწოდა, რომ მათთვის უნდა ეულშემატკივრად, იმიტომ რომ ის იყო ნეაპოლის ღმერთი და ასე შემდეგ, მაქსიმუმ 1-2% გამოეხმაურა მარადონას და მართლა გადავიდა არგენტინის მხარეს, დანარჩენი იტალია ძალიან გაანაწყენა დიეგომ ამ სიტყვებით, თუმცა ნეაპოლში მის სიყვარულს მაინც არაფერი დააკლდა. ორი ადგილია არგენტინა და ნეაპოლი, სადაც მარადონას დღემდე აღმერთებენ. არა მხოლოდ ორი, მაგრამ აქ განსაკუთრებით. საბოლოოდ იტალია კი გააგდო მარადონამ და არგენტინამ ნახევარფინალში პენალტების სერიაში, მაგრამ თავადაც პენალტით დამარცხდა ფინალში. ანდრეას ბრემემ გაიტანა არგენტინის ნაკრების კარში თამაშის ბოლოს პენალტი და გერმანიამ რევანში აიღო 4 წლით ადრე არგენტინასთან წაგებისთვის. ნახოთ რამდენად აიყვანს ლეო მესი არგენტინას ზედიზედ მეორე მწვერვალზე და გააკეთებს თუ არა იმას, რაც ვერ შეძლო არგენტინამ, ამასთან საკმაოდ ახლოს არის მესი თავის გუნდთან ერთად, თუმცა ფინალში ლეოს ელოდება სისტემურად ყველაზე გამართული, დავარცხნილი, დაალაგებული ნაკრები, რეალურად ყველაზე ძლიერი გუნდი დღესდღეობით ესპანეთის სახით, თუმცა
უკვე არაერთხელ დამტკიცდა, რომ ამ არგენტინის ნაკრების წინააღმდეგ არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა რანაირი გუნდი ხარ. ფაქტია, რომ ამ არგენტინას ყველაფერი შეუძლია. ჩემი განმსახედიდან ფავორიტი ესპანეთია, თუმცა აქეთ არის გამარჯვებულის მენტალიტეტი. 16 მსოფლიოს ჩემპიონია არგენტინის ნაკრებში, მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონი. არის გუნდი, რომელსაც შეუძლია ყველანაირი წნეხის ქვეშ თამაში, არის სული ქაოსი, დიდი სიყვარული, დიდი ბნება. ასე რომ მე წარმოდგენა არ მაქვს რას უნდა ველოდო ამ ფინალისგან, უბრალოდ მინდა რომ ვისიამოვნოთ კარგი ფეხბურთით. ისევე როგორც დღეს მესამე ადგილისთვის მატჩი, იმედია ბოლომდე ითამაშებენ ინგლისი და საფრანგეთი და წესით კარგი დაპირისპირება უნდა გამოვიდეს და მეორე მხარეს ესპანეთი და არგენტინა, ორი გენიალური გუნდი, გენიალური მწვრთნელებით, ფეხბურთელებით. მოდი პროგნოზსაც გავაკეთებ, იმიტომ რომ გამომივიდა პროგნოზი, მიუხედავად იმისა, რომ არაფერი განსაკუთრებული უნარი არ მაქვს მე პროგნოზების კეთების, ესპანეთი არგენტინის ფინალი გამოვიცანი თავიდანვე, იმიტომ რომ რეალურად ეს ორი გუნდი იყო, რომელსაც გულ შემატკივრობ, არგენტინა, რომელსაც გულ შემატკივრობ და არგენტინის გავარდნის შემთხვევაში ესპანეთისკენ უნდა ყოფილიყავი, ასე რომ თავიდანვე ამბობდი, რომ ფინალში იქნებიან არგენტინა და ესპანეთი, უბრალოდ იმიტომ რომ გავმაგობდი ამ გუნდებს შესაბამისად. ატომად ძალიან დაძაბული თამაში მგონია. იქიდან გამომდინარე, რომ არგენტინას ძალიან უყვარს პენალტების სერია მსოფლიოს ჩემპიონატებზე. უყვარს რა ეგრე გამოსდის ხოლმე წინა მსოფლიოს ჩემპიონატს რომ გავიხსენოთ. ვივარაუდებ, რომ ამ შეხვედრაშიც ამ ფინალურ დაპირისპირებაში საქმე მინდა მივა პენალტებამდე. დიდად არ მინდა ეგ ამბავი, მაგრამ თუ მაინც და მაინც პროგნოზი უნდა ვთქვა, არ მინდა ამაძალა არ ვიცი, მაგრამ მაინც ვიტყვი. ამ შეხვედრაში გვექნება პენალტების სერია. ნახოთ გამოუვა თუ არა ლეოსის, რაც არ გამოვიდა მარადონას, გახდის თუ არა არგენტინას მეორე მსოფლიოს ჩემპიონატი, თუმცა მიუხედავად იმისა, ვინ მოიგებს ფინალურ დაპირისპირებას, მე მგონია, რომ უკვე გადაწყვეტილია ვინ არის მსოფლიოს ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი და მარცხის შემთხვევაშიც ამ მუნდიალის საუკეთესოც გახდება ლეო მესი. ფენომენალურია ის, რასაც არგენტინელი აკეთებს მთელი ამ ჩემპიონატის განმავლობაში 29 წლის ასაკში, ამაზე ყველა ლაპარაკობს და მე დიდხანს აღარ შევიჩერდები, ჯობია რომ კიდე ერთი ვიდეო, შეიძლება სტუმართან ერთადაც ცოტა მერე მიუძღვნათ მთლიანად მსოფლიოს ჩემპიონატს და მსოფლიოს ჩემპიონატის შეჯამებას. მანამდე კი ვნახოთ მთავარი ფინალური შეხვედრა დიდებული მსოფლიოს ჩემპიონატის, რომელიც გაიმართა მექსიკაში, კანადაში და ამერიკაში. დღეს ამით დაგემშვიდობებით, იმედია ახლოს მომავალში შევხვდებით. თავარია დაალაიქოთ ვიდეო, გამოიწეროთ არხი და ნახოთ რა იქნება მომავალში. დროებით. Pero cómo te vas a emocionar, Argentina de mi corazón, Argentina de mi vida, qué hermosura. Qué hermoso momento, Juan Pablo, amigo de 10 por en toda Latinoamérica, todos